საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა იმ ოჯახს, რომელიც არ არის გაზიფიცირებული და სოციალურად დაუცველია, 7 კუბური მეტრი შეშის ვაუჩერი გადაეცემა. ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა კომენტარი გააკეთა. საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან გადმოგზავნილი იყო შესაბამისი წერილი, რის საფუძველზეც მითითებული არის, რომ წარმოგვედგინა მთავრობის კანცელარიაში ყველა იმ კომპლექსები, რომლებსაც არ ჰქონდათ გაზიფიცირება. აღნიშნული სიები მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დამუშავდა და გადაეგზავნა კანცელარიას. ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 22,779 ბენეფიციარს. ამჟამად მიმდინარეობს ამ სიების დაზუსტება, როგორც მთავრობის კანცელარიიდან მოგვაწოდეს, აღნიშნული ბარათების გაცემა სავარაუდოდ დაიწყება დეკემბრის თვიდან. ეს არის ტყის სარგებლობის ბარათები, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ ოჯახს, ვისაც არ აქვს გაზიფიცირება, 7 მეტკუბის საშიში მერქნის გამოყოფა. მარნეულში ანსამბლ გორდელას წარმომადგენლებმა კულტურის ცენტრთან არსებულ ბენდთან და ანსამბლთან ერთად კონცერტი გამართეს. პროექტის, სადაც მშობლიურ გაუსრდილ ფარგლებში ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა. დასკვნითი კონცერტი მათ მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართეს. კონცერტი გორდელასა და ყველა სხვა რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Გამოვიდნენ გორდელას წარმომადგენლები უკრავენ ჩვენთვის და ძალიან კარგი იქნება თუ კიდე ჩამოვლენ, კიდე დაუკრავენ და კიდე გამართავენ ჩვენთვის ესეთ ღონისძიებას.